მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, მეგობრებო, subscriber-ებო. ჩვენ უკვე 78 ვართ და დღეს ჩვენ წავიკითხავთ ბიზნესის მარკეტინგულ უზრუნველყოფას. ეს არის ბიზნესი ორის მეხუთე თავი. და პირველი ქვეთავი არის მარკეტინგის არსი, ფუნქციები, სტრატეგია და ტაქტიკა. მარკეტინგი როგორც თეორიული დისციპლინა და პრაქტიკული საქმიანობა წარმოიშვა ამერიკის შეერთებულ შტატებში მე-20 საუკუნის დასაწყისში. მისი წარმოშობა განაპირობა საქონლის გასაღების სფეროში არსებულმა პრობლემებმა, რომელთა გადაჭრა იმ დროის არსებული მეთოდებით შეუძლებელი იყო. მარკეტინგი პირდაპირი გაგებით ბაზარზე ორიენტირებულ საქმიანობას ნიშნავს. ზოგჯერ მარკეტინგს გასაღებასთანაც აიგივებენ, მაგრამ მარკეტინგი ყიდვა-გაყიდვის აქტამდე დიდი ხნით ადრე იწყება და მის შემდეგაც გრძელდება. საქონლის გასაღება დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული, თუ ფირმის მარკეტინგულმა სამსახურმა სათანადოდ არ იმუშავა ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა მომხმარებელთა მოთხოვნილების შესწავლა, ამ მოთხოვნილებათა შესაბამისი სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების შემუშავება, პროდუქციის წარმოება და მათზე სათანადო ფასების დაწესება, გასაღებისა და სტიმულირების მეთოდების გამოყენებით. მარკეტინგის ამერიკული ასოციაციის განმარტებით, მარკეტინგი ეს არის იდეის, საქონლისა და მომსახურების კონცეფციის, ფასწარმოქმნის, გასაღების, სტიმულირებისა და განაწილების დაგეგმვის განხორციელების პროცესი, რომელიც გაცვლის საშუალებით უზრუნველყოფს ინდივიდუალური და ორგანიზაციული მიზნების დაკმაყოფილებას. მარკეტინგის მრავალმხრივი დეფინიცია არსებობს, მათ შორის ზუსტად განსაზღვრავს მარკეტინგის შინაარსს შემდეგი განმარტებები. მარკეტინგი არის საქმიანობის ორგანიზაციის მოღვაწეობა, რომელიც დაკავშირებულია საქონლისა და მომსახურების ნაკადების მწარმოებლიდან მომხმარებლამდე დაყვანასთან. მეორე, მარკეტინგი ეს არის ბიზნესის ფილოსოფია, რომელიც განსაზღვრავს ფირმის სტრატეგიასა და ტაქტიკას კონკურენციის პირობებში. მარკეტინგი წარმოადგენს მომხმარებლის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისაკენ მიმართულ საწარმოო გასაღებით საქმიანობას, რომელიც ფირმას საშუალებას აძლევს მიიღოს მაქსიმალური მოგება დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ანუ ეს არის რაღაცა სამი დეფინიცია, რომელიც ამგვირჩიეს ჩვენ. მარკეტინგის მეცნიერული დებულებების ფუძემდებლად ითვლება ამერიკელი მეცნიერი ფილიპ კოტლერი, რომელიც განზოგადებულად განსაზღვრავს მარკეტინგის ცნებას. მარკეტინგი ადამიანთა ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც მიმართულია გაცვლის საფუძველზე საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისაკენ მაქსიმალური მოგების მიღების მიზნით. ამ განსაზღვრების აღსახსნელად ასევე უნდა ვიცოდეთ შემდეგი ცნებების საჭიროება: მოთხოვნილება, მოთხოვნა, მიწოდება, საქონელი, გაცვლა, კომერციული გარიგება, ბაზარი და სხვა. მარკეტინგი როგორც მომხმარებელს ორიენტირებული წარმოებისა და გასაღების სისტემა მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს საბაზრო ეკონომიკის განვითარებაში. მარკეტინგის ძირითადი ფუნქციათა შორის აღსანიშნავია შემდეგი: ბაზრის გამოკვლევა, მომხმარებლის მოთხოვნილებათა შესწავლა და პროგნოზირება, სასაქონლო პოლიტიკის განსაზღვრა და საქონლის ასორტიმენტის შემუშავება, ფასების დადგენის პოლიტიკა და ფასწარმოქმნის სტრატეგიის დამუშავება, საქონლის გასაღების სტიმულირება, მარკეტინგული კომუნიკაციების ეფექტიანი გამოყენება. აღნიშნული ფუნქციების შესრულებაში მონაწილეობენ საქონლის წარმოებლები, მომსახურების კომპანიები, სატრანსპორტო საექსპედიციო, საბანკო, სადაზღვევო და ასე შემდეგ, საბითუმო და საცალო-სავაჭრო საწარმოები, საქონლის მომხმარებელი ინსტიტუციური საწარმოები, ინდივიდუალური მომხმარებლები. მარკეტინგის თითოეული სუბიექტს გააჩნია მკვეთრად გამოხატული როლი და სამოქმედო ასპარეზი მარკეტინგულ კომპლექსში. თანამედროვე ეტაპებზე მარკეტინგი მენეჯმენტის ორგანული შემადგენელი ნაწილი გახდა. და ამასთან მარკეტინგის სტრატეგია გულისხმობს ფირმის შესაძლებლობათა შესაბამისობას ბაზარზე არსებულ სიტუაციასთან, რისთვისაც უნდა გაანალიზდეს ბაზარზე შეღწევის სტრატეგია, რაც ითვალისწინებს აღარ ბაზარზე შეღწევას, ძველ ბაზარზე ახალი პროდუქციის შეტანას და ბაზრის ახალ სეგმენტში სიახლეების წარდგენას. მეორე, ფირმის ზრდის სტრატეგიას, მესამე, პროდუქციის განაწილების არხების შერჩევას, მეოთხე, მარკეტინგული კომუნიკაციების ეფექტიან გამოყენებას. მარკეტინგის ტაქტიკამ უნდა უზრუნველყოს მოგების მყარი დონე, საბაზრო კონიუნქტურაზე სწრაფი რეაგირება, კონკურენტების საქმიანობაზე საპასუხო ღონისძიებების გატარება, მყიდველის მოთხოვნილებების შესაბამისად ფირმის სამეცნიერო, ტექნიკური და საწარმოო საქმიანობის კორექტირება,
მოთხოვნილების დაქვეითების გამო სარეკლამო ღონისძიებების გატარება, გასაღების სტიმულირების მიზნით საქონელზე ფასების შემცირება, სერვისის გაუმჯობესების მიზნით მომსახურების ასორტიმენტის გაფართოება. ახალ მომხმარებელთა მოსაზრედად საქონლის კონსტრუქციული გაუმჯობესება კონკრეტული ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად პერსონალის სტიმულირებისა და მოტივაციის შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რამაც შესაბამისად უნდა უზრუნველყოს ფირმის კომერციული საქმიანობის ეფექტიანობა და მომგებიანობის ზრდა. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მარკეტინგის კონცეფცია არის ბიზნესის ფილოსოფია, რომლის თანახმად ფირმამ უნდა უზრუნველყოს მომხმარებლის საჭიროების დასაკმაყოფილებლად და საქონლისა და მომსახურების წარმოება შესაბამისი ღონისძიებების კოორდინირებული ერთობლიობით, რომელიც ფირმას დასახული მიზნის მიღწევის საშუალებას მისცემს. თავდაპირველად ფირმა კომუნიკაციას ამყარებს პოტენციურ მომხმარებლებთან, მათი საჭიროების შესაფასებლად. შემდეგ მან უნდა შექმნას საქონელი ან მომსახურება, რომელიც ამ საჭიროებებს დააკმაყოფილებს. საბოლოოდ ფირმამ უნდა გააგრძელოს იმ მიზნების ძიება, რომელთაც უზრუნველყოფს მომხმარებლის დაკმაყოფილებას. ეს პროცესი გულისხმობს მარკეტინგის კონცეფციის გამოყენებას ან მარკეტინგზე ორიენტირებულ კონცეფციას. მეორე ქვეტავი 5.2. მარკეტინგული კონცეფციის ევოლუცია. მარკეტინგის კონცეფცია მარკეტინგული საქმიანობის განხორციელების ძირითადი თეორიული პრინციპების ერთობლიობა, რომელთა მიზანია ბაზარზე გასვლის სასურველი დონის მიღწევა. კონცეპტუალური თვალსაზრისით მარკეტინგმა როგორც მეცნიერებამ და პრაქტიკულმა მოვლენამ გაიარა ევოლუციური განვითარების პერიოდები, რაც გულისხმობს შემდეგ კონცეფციებს: წარმოების სრულყოფის კონცეფცია, საქონლის სრულყოფის კონცეფცია, კომერციული ძალისხმევის ინტენსიფიკაციის კონცეფცია, მომხმარებელზე ორიენტირებული კონცეფცია, სოციალურ-ეთიკური მარკეტინგის კონცეფცია. წარმოების სრულყოფის კონცეფცია ეს არის წარმოების ეპოქა დასაბამს ან წარმოების სრულყოფის კონცეფცია. წარმოების ეპოქა დასაბამს იღებს ალბათ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან და გრძელდება მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე. ამ პერიოდში მრავალი კომპანიის ხელმძღვანელი მარკეტინგს განიხილავდა წარმოების უბრალოდ დამატებად, პროდუქციის პროექტირებისა და კონსტრუირებისას მხედველობაში ღებულობდნენ მასობრივ წარმოების მოთხოვნებს და არ მომხმარებლის მოთხოვნილებებს. მიუხედავად ამისა, მწარმოებლები თავისუფლად შეძლებდნენ გაეყიდათ მათ მიერ წარმოებული მთელი პროდუქცია. კომპანიის საქმიანობა მარკეტინგის სფეროში შემოიფარგლებოდა შეკვეთების მიღებითა და საქონლის მიწოდებით. წარმოების სრულყოფის კონცეფცია ემყარება იმის მტკიცებას, რომ მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს იმ საქონელს, რომელიც ფართოდაა გავრცელებული და ხელმისაწვდომია ფასით. მას შესაბამისად, მარკეტინგული მართვა მიმართული იყო წარმოებისა და განაწილების სრულყოფისაკენ. 1920-იან წლებში წარმოების მოცულობა მიუახლოვდა და გადააჭარბა მოთხოვნის დონეს. იმ დროისათვის მეწარმეებს ძალისხმევა უპირატესად საქონლის გაყიდვებზე უნდა მიემართათ, ვიდრე უბრალოდ საქონლის წარმოებაზე, რომელსაც მომხმარებლები ხალისიანად შეიძენდნენ. გაყიდვებზე ორიენტირებულ ამ ახალ კონცეფციას ახასიათებდა გაზრდილი სარეკლამო საქმიანობა, გაყიდვების სტიმულირება, დროდადრო აგრესიული გაყიდვების ტექნიკის გამოყენება. მწარმოებლები იმ საქონელს აწარმოებდნენ, რომლის შეძენას მომხმარებლისგან ელოდნენ და მარკეტინგი ძირითადად მოიცავდა პროდუქტის წინწაწევას პერსონალური გაყიდვით, რეკლამით, შეკვეთების მიღებისა და საქონლის მიწოდებით. წარმოების სრულყოფის კონცეფცია აქტუალურია იმ შემთხვევაში, როცა საქონელზე მოთხოვნა ბევრად აჭარბებს მიწოდებას. გამყიდველის ბაზარი და ფირმის ხელმძღვანელმა უნდა ეძებოს წარმოების მოცულობის გაფართოების გზები. მეორე მხრივ, როდესაც საქონლის თვითღირებულება მეტად მაღალია და მწარმოებლურობის ამაღლება გამოიწვევს მის შემცირებას. ამ კონცეფციის გამოყენება დღესაც რეკომენდირებულია, როდესაც მოთხოვნა მკვეთრად აღემატება მიწოდებას. საქონლის სრულყოფის კონცეფცია. ეს არის კონცეფცია, რომელიც გულისხმობს, რომ მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს იმ საქონელს, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით, მაღალი მწარმოებლურობით და ახალი შესაძლებლობებით. ამ შემთხვევაში მომხმარებელი იცავს ისეთ საქონელს, რომელიც უკეთესი ხარისხისაა. ამ შემთხვევაში მწარმოებლები ზრუნავენ საქონლის ხარისხის, მის დიზაინის, სამომხმარებლო თვისებებისა და შეფუთვის მუდმივ გაუმჯობესებაზე, რათა მომხმარებელს მისი შეძენის მუდმივი ინტერესი აღუძრა. მესამე, კომერციული ძალისხმევის ინტენსიფიკაციის კონცეფცია.
აღნიშნული კონცეფცია ეხება გასაღების ეპოქას, რომელიც იწყება 50-იანი წლებიდან და გრძელდება 70-იან წლებამდე. ამ წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში მკვეთრად გაიზარდა წარმოების მოსულობები. საქონლისა და მომსახურების ბაზრები უფრო კონკურენტულები გახდნენ. შესაბამისად, კომპანიის ხელმძღვანელები აფართოვებდნენ მარკეტინგულ საქმიანობას, რათა შეძლებოდათ ჭარბი წარმოებული პროდუქციის გასაღება. საქონელზე მოთხოვნის სტიმულირებისათვის ისინი უფრო მეტ თანხებს ხარჯავდნენ რეკლამაზე, PR-ზე, ამზადებდნენ კვალიფიციურ სავაჭრო აგენტებს და სხვა. მიუხედავად მარკეტინგული საქმიანობის გაფართოებისა, კომპანიები ამ პერიოდში უარყოფდნენ მომხმარებლის საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს. მწარმოებლები ყოველმხრივ ზრუნავდნენ კომერციული ძალისხმევის ინტენსიფიკაციაზე და გასაღების სტიმულირებაზე, ხოლო მომხმარებელთა ინტერესები მეორეხარისხოვანი იყო. კომერციული ძალისხმევის ინტენსიფიკაციის კონცეფციას იყენებენ კომპანიები, როდესაც ბაზარი არც მყიდველისა და არც გამყიდველისაა. მარკეტინგის ეპოქა. ეს იწყება 70-იანი წლებიდან, როდესაც ბიზნესმენებმა წინა პლანზე წამოსწიეს მომხმარებლის ინტერესები და საჭიროებები, რადგან მომხმარებლის დიქტატი და დომინირებული მდგომარეობა კომპანიისათვის გრძელვადიან პერიოდის განმავლობაში ბაზრის სეგმენტის შენარჩუნებისა და რენტაბილობის მიღების საშუალებას იძლეოდა. ხშირად კომერციული ძალისხმევის კონცეფციას ადარებენ მარკეტინგის კონცეფციას. პირველის ძალისხმევის ობიექტია საქონელი და გასაღების სტიმულირება, ხოლო მეორისა მიზნობრივი მომხმარებლის მოთხოვნილებები, რომლის დაკმაყოფილებას უნდა დაექვემდებაროს კომპანიის მთელი საწარმოო გასაღებითი საქმიანობა მაქსიმალური მოგების მიღების მიზნით. მარკეტინგის სრულყოფის კონცეფცია ვითარდება და სრულყოფილებას განიცდის დღესაც, როდესაც ბაზარი მყიდველისა და მიწოდების მკვეთრად აღემატება მოთხოვნას. მომხმარებელზე ორიენტირებული კონცეფციის ევოლუცია. მენეჯერებმა გააცნობიერეს, რომ ისინი ძირითადად არა მხოლოდ წარმოებლები და გამყიდველები არიან, არამედ წარმოადგენენ ბიზნესს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მომხმარებლების დაკმაყოფილება. წარმოებაზე ორიენტაცია არის შეკვეთების მიღება, საქონლის განაწილება, გაყიდვაზე ორიენტაცია არის ზრდადი სარეკლამო საქმიანობა, გაყიდვების სტიმულირების გაფართოება და გაყიდვების ტექნიკის გაძლიერება და მომხმარებელს ორიენტაცია ეს არის მაშინ, როდესაც მომხმარებლის საჭიროებების განსაზღვრა, პროდუქტის შემუშავება ამ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და ორგანიზაციის მიზნებს აღწევ. სოციალურ-ეთიკური კონცეფცია. სოციალურად რეგულირებადი საბაზრო ეპოქა ყალიბდება მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან და გრძელდება დღემდე, რაც გულისხმობს, რომ კომპანიებმა აუცილებელია განსაზღვრონ ბაზრის მიზნობრივი საჭიროებები, მომხმარებლის მოთხოვნები და ინტერესები, უზრუნველყონ კონკურენტებთან შედარებით ეფექტური სასაქონლო მატერიალური ფასეულობების წარმოება, რომელიც გააუმჯობესებს როგორც მომხმარებლების, ასევე მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობას და ცხოვრების დონის ამაღლებას. აღნიშნული კონცეფცია მოუწოდებს მარკეტოლოგებს მიაღწიონ მარკეტინგის სამი ფუნდამენტური მიზნის: კომპანიის მოგების, მომხმარებელთა მოთხოვნების და საზოგადოების ინტერესის გაწონასწორება. სოციალურ-ეთიკური კონცეფცია თანამედროვეობის გამოძახილია და მაღალგანვითარებული ქვეყნების კომპანიების უმრავლესობა აღიარებს სოციალურ-ეთიკური კონცეფციის მნიშვნელობასა და ეფექტიანობას. შემდეგი იკვეთავე 5.3. მარკეტინგული კომპლექსი. როდესაც ფირმები იღებენ გადაწყვეტილებას, როგორ დააკმაყოფილონ მომხმარებელთა მოთხოვნილებები, მარკეტინგის მენეჯერები ამუშავებენ მარკეტინგის სტრუქტურას, კომპლექსს, რომელიც წარმოადგენს 7 P-ის მთავარ ელემენტების ერთობლიობას, რომელთა კომბინირებით მიზნობრივ ბაზართა მისაღწევ მეთოდს ქმნიან. მარკეტინგული კომპლექსის ელემენტებია: საქონელი, იდეა, მომსახურება, ანუ პროდუქტი, ანუ 1 P. პროდუქცია დადებული ფასი, price, მეორე P. პროდუქტის განაწილების არხები, place, მესამე P. გასაღების სტიმულირება, promotion, მეოთხე P. მოსახლეობა, people, მეხუთე P. საზოგადოებასთან კავშირი ურთიერთობა, PR, მეექვსე P. პროპაგანდა, მეშვიდე P. ზემოთ განხილული ამ ელემენტების კომბინირებით იქნება მარკეტინგული კომპლექსი. მარკეტოლოგები ამ ელემენტისგან ქმნიან გარკვეულ სინთეზს, რომელიც ცნობილია მარკეტინგის 7 P-ის სახელწოდებით, ინგლისური სიტყვები საწყისი ASO-ს გაერთიანებიდან გამომდინარე. ფირმა შეუძლია თავისი მარკეტინგული კომპლექსის კორექტირება მისი ნებისმიერი ერთი და მეტი ელემენტის ცვლილებით. ამგვარად, ფირმამ შეიძლება გამოიყენოს ერთი მარკეტინგული კომპლექსი, ერთი მიზნობრივი ბაზრისთვის და მეორე რამდენიმე განსხვავებული მარკეტინგული კომპლექსი სხვა მიზნობრივი ბაზრისთვის.
მაგალითად, საავტომობილო მწარმოებლის მიერ გამოშვებული განსხვავებული ავტომობილების მოდელი და სახეობა გამიზნულია სხვადასხვა საბაზრო სეგმენტზე, რომელიც დაფუძნებულია სეგმენტაციის ისეთ მახასიათებლებზე, როგორიცაა მოხმარებლის ასაკი, შემოსავალი, სამოხმარებლო გემოვნება, იმიჯი და სხვა ფაქტორები. პროდუქტი. მარკეტინგული კომპლექსის ელემენტი, რომელიც ეს არის მარკეტინგული კომპლექსის ელემენტი, რომელიც მოიცავს გადაწყვეტილებას პროდუქტის დიზაინის, ბრენდის სახელწოდების, შეფუთვის, გარანტიისა და და ასე შემდეგ. მაკდონალდის გადაწყვეტილება ბრენდის სახელწოდების, შეფუთვის, დიზაინის, შეკვეთის, ზომის, ინგრედიენტების შესახებ და ამასთან დაკავშირებული ყველა არჩევანი პროდუქტის კომპონენტის ნაწილს წარმოადგენს. ფასი. ეს არის მარკეტინგული კომპლექსის მეორე ელემენტი, რომელიც გულისხმობს როგორც პროდუქტზე დადებულ ძირითად ფასს, ასევე სხვადასხვა სახის ფასდაკლებებს. ფასწარმოქმნის შესახებ გადაწყვეტილება კონკრეტული მიზნის მიღწევას ემსახურება, როგორიცაა მოგების მაქსიმიზაცია, ან კიდევ ახალი მოდელებისთვის სივრცის შექმნა. ავტომწარმოებლის მიერ შეთავაზებული ფასდაკლება შემუშავებული სტრატეგიაა, რათა ავტომობილების გაყიდვა ასტიმულიროს. მესამე, საქონელ მოძრაობის განმანათლებელი არხები, ადგილები. ეს მოიცავს არა მხოლოდ ტრანსპორტირებას და შენახვას, არამედ შუამავლების შერჩევას. შუამავლების რამდენიმე დონე უნდა იყოს გამოყენებული კონკრეტული პროდუქტის დისტრიბუციისთვის. პროდუქტის დისტრიბუცია ფართოდ უნდა გაიშალოს თუ შემოფარგლოს კონკრეტული ადგილი მცირე სპეციალიზებულ სავაჭრო ცენტრის სახით. გასაღების სტიმულირება. მარკეტინგული კომპლექსის მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც ფოკუსირებულია მიზნობრივი მომხმარებლის ინფორმაციით უზრუნველყოფაზე. სტიმულირების ძირითადი ფორმაა რეკლამა, პერსონალური გაყიდვები, გაყიდვების სტიმულირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა. სულ ეს იყო მეგობრებო. მნიშვნელოვანია, რომ დავიმახსოვროთ 7P, რომლის მიხედვითაც მოქმედებენ დღეს კომპანიები და მათი მარკეტინგული გუნდები, რომელიც ორიენტირებულია პროდუქტზე, ფასზე, განთავსებაზე, ამის სტიმულირებაზე, პრომოუშენზე, მოსახლეობაზე, მათთან ურთიერთობაზე და შემდეგ პროპაგანდაზე. ხო, გავიარეთ ასევე კონცეფციები, სოციალური ეთიკური კონცეფცია, მარკეტინგის კონცეფცია, კომერციული ძალისხმევის ინტენსიფიკაციის კონცეფცია, საქონლის სრულყოფის კონცეფცია და წარმოების კონცეფცია, ხო? წარმოების სრულყოფის კონცეფცია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დავიმახსოვროთ, რომ რაღაცა იმ თანმიმდევრობას, რასაც გადის ამა თუ იმ პროდუქტისა თუ ბაზარზე შესვლის, ახალ ბაზარზე თუ მიმდინარე ბაზარზე ახალი პროდუქციით, ამ ყველაფერს თავისი სტრატეგია აქვს და იმ მაგალითად ბაზარზე შექცევის სტრატეგია, ფირმის ზრდის სტრატეგია, პროდუქციის განაწილების არხების შერჩევა, მარკეტინგული კომუნიკაციების ეფექტიანი გამოყენება. ეს ყველაფერი არის ის თანმიმდევრობა, რასაც მარკეტინგის გუნდები, მენეჯერები გადიან ახალი პროდუქტის თუ ზოგადად ბაზარზე შესვლისას. და ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩატარდეს ბაზრის გამოკვლევა, მომხმარებლის მოთხოვნილებათა შესწავლა და პროგნოზირება, სასაქონლო პოლიტიკის განსაზღვრა და საქონლის ასორტიმენტის შემუშავება, ფასების დადგენის პოლიტიკა და ფასწარმოქმნის სტრატეგიების დამუშავება, საქონლის გასაღების სტიმულირება და მარკეტინგული კომუნიკაციების ეფექტიანი გამოყენება. ბატონო. ხო რა. სულ ეს იყო მეგობრებო. იმედი მაქვს რამეში გამოგადგებათ. თუ არ გამოგადგებათ, ისეთ თუ მოусმენთ, კარგი იქნება რა. ეს ცოდნა ზედმეტი არასდროს არ არის რა. რომ რაღაცაში შეიძლება ისე მარკეტინგის ექსპერტები და მენეჯერები არ გახდეთ, მაგრამ რაღაცაში რაღაც საქმიანობაში უცბად გაგახსენეთ, რომ აი იქ მოვისმინე, აი ეს ამას უხდება. და რაღაც ახალი იდეა დაგებადოთ მაგალითად. მადლობა ნახვამდის.